AutoCivi არის სოციალური პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ავტომოტო მოყვარულებს და არა მარტო აძლევს საშუალებას მოახდინონ რეგისტრაცია აპლიკაციაში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია. AutoCivi-ზე რეგისტრაცია ძალიან მარტივია, მომხმარებელს შეუძლია დარეგისტრირდეს თავისი ავტომობილის ან მოტოციკლის საშუალებით. დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს ეძლევა საშუალება ატვირთოს თავისი ავტომობილის ან მოტოციკლეტის ფოტოები, ვიდეოები და შემდგომ მიიღოს მონაწილეობა უკვე სხვადასხვა აქტივობებში და გახდეს ამ სოციუმის წევრი. საქართველოში არის არაერთი საინტერესო ავტომოტო პროექტი, რომელიც საინტერესოა საზოგადოებისთვის და ეს პლატფორმა ზუსტად იძლევა მის საშუალებას, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ დეტალური ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი არის იაპონური იკონური ავტომობილი Toyota Supra, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ AutoCivi-ს საიტზე. ეს პროექტი გახლავთ პირადად ჩემი პროექტი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობა. ისტორია იწყება მშვენიერ მზიან დღეს, როდესაც მეგობრებთან ვიყავით სტუმრად და გადავწყვეტეთ პორშებით წავსულიყავით საკატაოდ. ეზოში რამდენიმე ავტომობილი ედგა, სხვადასხვა სტილის, ამერიკული მანქანებიც ყავთ, იაპონურებიც და შევამჩნიეთ რაღაცა საწყლად იდგა Toyota Supra. პირდაპირ დავრეკე ევაკუატორი გამოვიძახე, მეგობარი მახდა თან და შევაგდეთ მანქანაზე, წამოვიყვანეთ. ხატო არ დასიზონ Supra-ენ? კი, ნახოხეთ ასული. კი. გჭირდებოდა ბოქსი, ანუ სადაც შეიძლება ამ მანქანაზე გვემუშავა და გამიმართლა იმაში, რომ მეგობარმა პირდაპირ ესე უპრობლემოდ გადმოგცა თავისი უსაშველო დიდი ანგარი, სადაც იყო დაწყებული უმარტივესი ხელსაწყოებით დასრულებული ავტოამწეებით. მოგვეცა ასე ვთქვათ ბურთი და მოედანი. შეგვიძლია გავაკეთებინა ყველაფერი ამ ავტომობილზე. დაიშალა ბოლო ჭანჭიკამდე და დავიწყეთ რასაც ვთქვათ კაპიტალური რესტავრაცია აღდგენა ამ ავტომობილის. ტექნიკური სამუშაოები მოიცავდა უსაშველო დიდ რესურსებს, როგორც სამუშაო საათებს, ისევე ტექნიკურ განათლებას, ცოდნას, ფინანსებს, რა თქმა უნდა. მომენტი, როცა Supra-ს ნაწილებს უკვეთა. ესე იგი, ავტომობილი აწყობილი არის ერთი ადამიანის მიერ, ეს არის ჯუნიორ ლაშა ნაჭყებია, ჩემი ნაცვლი. ეს მე მახსოვდება ცხოვრების ბოლო. არასდროს არ დავუმეწე. ადამიანი, რომელმაც ჯაიდინა საოცრებები. კონცეპტუალურადაც მან შეიმუშავა ამ ავტომობილის იერსახე, რომ უნდა ყოფილიყო clean look. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტომობილის აწყობისას გამოყენებული იქნა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები. ჩვენ დავიწყეთ მუხრუჭის გაძლიერებით, შემდგომ ავტომობილის დამსუბუქებით. ყველაფერი მარტივდება, ზედმეტი აგრეგატები ყველაფერი იხსნება ავტომობილიდან, შეველიეთ კონდიცირების სისტემაც, რამაც მოგცა საშუალება, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მეტად დამსუბუქებულიყო და უფრო მარტივი გამხდარიყო ავტომობილის აგრეგატი.